ეს სიტყვები ბაღის აღმზრდელის თანაშემწეს ეკუთვნის, რომელიც 4 წლის ბავშვს ლანძღავს. მოქმედება ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღში ხდება. ამავე ბაღის აღმზრდელმა ნათია ცინცაძემ მუხარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი ვიდეო პარასკევს გადაიღო. მისი მტკიცებით 4 წლიანთა ჯგუფის ძიძა ბავშვზე სააბაზანოში ძალადობს. ვიდეოს გასაჯაროება ნათიას ბავშვის მშობელმა უკრძალა. ბავშვის დედამ მომხდარზე კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა. იგი განსაკუთრებით შვილის ფარულად გადაღებამ გააღიზიანა. ვიდეო რატო გადაიღო? ინციდენტში მონაწილე ძიძას უფლებამოსილება დღეს შეუჩერეს. ნათია ცინცაძის მტკიცებით ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ვიდეო ქალაქის მერს აჩვენა. პედაგოგის მტკიცებით ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მომხდარის დამალვა სცადა. ბაღების გაერთიანებამ კი ვიდეოში ასახული ფაქტები რეაგირებისთვის არასაკმარისად ჩათვალა. ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და პედაგოგი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. გურენდა გობაძე პედაგოგს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, მიზეზად კი პირად ინტერესს ასახელებს. მისი თქმით, ნათია ცინცაძის დედა ამავე ბაღის დირექტორის თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. ეჭვი მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, ეს რაღაც სცენა ხო არ იყო დადგმული, იმიტომ რომ ამ სცენაში არის